მოგესალმებით, მე ლევანი ვარ, ეს კი iSpace-ია. მართალია პანდემიის გამო მცირე პაუზის აღება მოგვიწია, თუმცა ძალიან მაგარი სიახლეებით დაგიბრუნდით. წავედით. სანამ რევოლუციურ ეგრეთ წოდებულ in-house პროცესორზე MR-ზე მოგყვებით, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდის კოლაბორაციით Apple.com-ზე სპეციალურად საქართველოსთვის განკუთვნილი ვერსია ჩაიშვა. მოკლედ აგიხსნით, რატომაა ეს სიახლე მნიშვნელოვანი. დღეიდან თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ Apple-ის მთავარი გვერდიდან გაიგოთ ოფიციალური რისელერების შესახებ. ამისთვის უნდა შეხვიდეთ Apple.com-ზე, მიუთითოთ რეგიონში საქართველო, გადახვიდეთ Where to buy კატეგორიაში და ნახოთ, რომელ მაღაზიებში ვრცელდება ოფიციალური გარანტია. აქ ცხადია პირველს iSpace იხილავთ, რომელიც ერთადერთი პრემიუმ რისელერია საქართველოში. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ თქვენი მოწყობილობას სერიული ნომრით გადაამოწმოთ iSupport G-ზე და ნახოთ ექვემდებარება თუ არა Apple-ის ოფიციალურ გარანტიას. ახლა კი უკვე დროა გადავიდეთ მთავარ სიახლეზე და განახოთ Apple-ის ერთ-ერთი ბოლო და რაც მთავარია უნიკალური ნამუშევარი, რომელზეც კომპანია წლებია მუშაობს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ მომდევნო 2 წლის განმავლობაში კომპანია მოგცემთ არჩევანს და შეგეძლებათ როგორც MR-ზე, ისე Intel-ის პროცესორზე მომუშავე ლეპტოპის არჩევა. თუმცა თავად კომპანიის მიერ შექმნილ პროცესორს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს და ამაში ნებისმიერი თქვენგანი პირველივე გამოყენებისას დარწმუნდება. პირველ რიგში ესაა სისწრაფე, რომელიც სამივე მოდელზე საგრძნობია, როგორც Tim Cook-მა პრეზენტაციისას განაცხადა, წინა მოდელებთან შედარებით MR-ზე მომუშავე MacBook Air Pro და Mac Mini 5-ჯერ უფრო სწრაფია. აქვს ტრადიციულად თხელი და დახვეწილი დიზაინი და არის ენერგოეფექტური, რაც ელემენტის ხანგრძლივობას 18 საათამდე ზრდის. დავუწყოთ MacBook Air-ით. ტრადიციულად ის სამფერშია წარმოდგენილი და iSpace-ში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც Gold-ი, ასევე Silver-ი და Space Gray. Air-ში გვაქვს 8 GB ოპერატიული მეხსიერება, რაც შეეხება უკვე შიდა მეხსიერებას, გვაქვს 256 და 512 GB-იანი ვერსიები. თუმცა ჩემი რჩევა იქნება არ მიაქციოთ ყურადღება ოპერატიული მეხსიერების ზომას და არ შეადაროთ ის სხვა მოდელის კომპიუტერს, რადგან ოპერაციული სისტემა და თითოეული დეტალი, რომელსაც Apple აწარმოებს, იმდენად კარგად და ოპტიმალურად ეწყობა ერთმანეთს, რომ გაცილებით უფრო სწრაფ პერფორმანსს გაძლევთ ვიდრე სხვა ნებისმიერი ლეპტოპი. 8 ბირთვიანი პროცესორი 5-ჯერ უკეთეს გრაფიკულ გამოსახულების საშუალებას იძლევა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე არის Magic კლავიატურის დაბრუნება, რომელიც პროების შემდეგ უკვე Air-ზეც ვიხილეთ. როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებლის აზრი გაითვალისწინა კომპანიამ და ეგრეთ წოდებული Butterfly keyboard-ი ამოიღო ხმარებიდან. მე პირადად ეს ვარიანტი ძალიან მომწონს, რადგან ხშირად დიდი ტექსტების ბეჭდვა მიწევს და ხელზე კარგად ერგება. რაც შეეხება აპლიკაციებს, ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც შეიძლება MR-ზე მომუშავე ლეპტოპზე შეხვდეთ. თუმცა ძირითადი პროგრამები ცხადია თქვენს განკარგულებაში იქნება, პერიოდულად კი დეველოპერები სხვა დანაკლისსაც აუცილებლად შეავსებენ. მისი პროცესორის მეშვეობით თავისუფლად შეძლებთ ისეთი პროგრამების გამოყენებას, რომელიც აქამდე მხოლოდ Pro მოდელებისთვის იყო შესაძლებელი. იქნება ეს Photoshop-ი, ვიდეო რენდერი, თამაშები და ასე შემდეგ. ასე რომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ეს ყველაზე ძლიერი MacBook Air-ია, რომელიც Apple-ს დაუმზადებია. რაც შეეხება MacBook Pro-ს, ვინც იცის თუ რასთან გვაქვს საქმე, ალბათ ბევრი ახსნა არც კი დასჭირდება თუ როგორი ძლიერი ლეპტოპია MR-ზე მომუშავე Pro. თუმცა თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ შეიძლება ერთი კვირა ისე იმუშაოთ კომპიუტერთან, რომ მხოლოდ ერთხელ მოგიწიოთ მისი დამუხტვა. შესაბამისად, ასეთი მძლავრი ელემენტი ჯერ აქამდე არც ერთ Mac-ს არ ჰქონია. როგორც წესი, ის საუკეთესოა რთული სტრუქტურის აპლიკაციებისთვის, ასევე ვიდეო რენდერისა და თამაშებისთვის. 13 ინჩიან კომპიუტერს 16 მილიარდი ტრანზისტორისგან შემდგარი პროცესორი აქვს, რაც მძიმედ გადასამუშავებელ ფაილებზე თითქმის 3-ჯერ უფრო სწრაფ პერფორმანსს გვაძლევს, ვიდრე წინა მოდელი. თან რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან ენერგოეფექტურია. ინტეგრირებული ვიდეო დაფაც იმდენად მძლავრია, რომ 5-ჯერ უკეთესი გრაფიკული პერფორმანსი გვაქვს. რაც შეეხება ფერებს, ამ შემთხვევაში მხოლოდ Silver-სა და Space Gray-ის არჩევა შეგიძლიათ, თუმცა მე პირადად Space Gray იმდენად მომწონს, რომ სხვა არჩევანს არც კი განვიხილავდი. რაც შეეხება შიდა მეხსიერებას, აქაც გვაქვს 256 და 512 GB-იანი ვერსიები, თუმცა iSpace-ში სპეციალური შეკვეთის შემთხვევაში შეგიძლიათ ეს მონაცემი 2 TB
გიგაბაიტამდეც კი გაზარდოთ. იგივე პირობები ეხება ოპერატიულ მეხსიერებასაც, თუ 16 გიგაბაიტიანი ვერსიის შეძენა გსურთ, აქაც სპეცშეკვეთის გამოყენება მოგიწევთ. არ უნდა დაგაუწყდეს ასევე Touch ID, რომელიც ორივე ვერსიაზე გვაქვს, პროს კი დამატებით Touch Bar-ი ამშვენებს, რომელიც სხვადასხვა ფუნქციის როლს ითავსებს. მგონი დღეისათვის სულ ეს იყო. მე შეგახსენებთ, რომ iSpace-ის სამივე ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს და შეგიძლიათ შაბათ-კვირის ჩათვლით 10-დან საღამოს 7 საათამდე ნებისმიერ მათგანს ესტუმროთ. დალაიქეთ ჩვენი Facebook და Instagram გვერდი, ასევე გამოყვეთ YouTube არხზე და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს. დროებით.